პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ აი სკოლის თაობაზე, ესე იგი გახანგრძლივების თაობაზე, რომ ღვთისწყალობით ნელ-ნელა დაედგა თავი და გამოჩნდა საშველი ყველაფრისა, მასწავლებლისაც და სხვა. ეხლა თქვენ უმეტესობა შეიძლება აქ სადგურზე ცხოვრობთ, შეიძლება არც იყოს ეგრე. მაგრამ პირველ რიგში ეს არის სადგურელი ბავშვებისათვის. ამიტომ რატო ამბობ ახლა ამას, რა ეს ტაძარი ხო აქ არის სადგურის დასახლებაშია და რაღაცა მაინც ჯერ ამ ბავშვებს ეკუთვნით, თუ რამე სიკეთეა და შეკითხეთ მეზობელი იქნება თუ ნათესავი იქნება, ვინც სადგურზე ცხოვრობს, პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, ჩვენ ვეცდებით, რომ ამ ბავშვებს მოემსახუროთ, ესე იგი, რომ მოემსახუროთ რა იგულისხმება, რომ შუადღით მოიყვანონ გაკვეთილების შემდეგ, ვინც პირველი ცვლა არის ოღონდ, ვინც პირველი ცვლა. და 6 საათამდე ჩვენ ეს ბავშვები აქ გვეყოლება, ვამეცადინებთ და რაღაცა ამ გარემოში იქნებიან, არც მშივრებს არ დავტოვებთ, ესე იგი, ღვთისწყალობით და თუ დაუშვათ მოხდა ისე, რომ ახლა დღეს დამირეკა რამდენიმე ადამიანმა, რომელიც სადგურზე არ ცხოვრობს და სურვილი აქვთ ამისი და თუ ახლა მოხდება ისე, რომ ახლა კვირამდე დაველოდები კიდე და ახლა ამასაც იმიტომ ვამბობ, რომ ეს ჩანაწერი შეიძლება ნახოს რომელიმე, ვინც სადგურზე ცხოვრობს. თუ მოხდა ისე, რომ კვირამდე იქნება კიდევ ადგილი სხვებისთვის, რა თქმა უნდა, სხვებსაც უარს არ ვეტყვით, იმიტომ რომ მათაც მიიღონ ეს სარგებელი თუ რამე იქნება აქ და აქ გადასახადი ბავშვებს არაფერი არ ექნებათ და პირიქით თუ ჩვენ რამე შეგვეძლება, იმას გავუკეთებთ. არც ერთ წრესთან დაკავშირებით არ არის აქ არანაირი გადასახადი და ღმერთი გამოაჩენს დანარჩენს და ნახოთ დაბა როგორ იქნება. ახლა რადგან დღეს ჩვენ საუბრობდით მღვდელმთავართა ხსენებასთან დაკავშირებით, მოდი რამოდენიმე გამონათქვამი მათი ერთად გავიაზროთ, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწავლებები ზოგადად. და მე არაერთხელ მithქვავს ბავშვებთანაც, შეიძლება ჩვენც ერთად გვითქვავს, მაგრამ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ესე იგი მოციქული პავლე ასეთ სიტყვებს ამბობს. თავის სულიერ შვილებს ეუბნება, შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის ნიშნავს, რომ ტკივა, სალმობა, ტკივილი, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოისახოს ქრისტე თქვენ შორის. პავლე მოციქული წუხდა თავის სულიერ შვილებზე, რომ თქვენში ქრისტე ჯერ არ გამოსახულაო და სანამ არ გამოისახება, მანამდე მტკივაო თქვენს გამო და წმინდა ბასილი დიდი ასეთ რამეს ამბობს, რომ ჩვენო თითოეული ადამიანიო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავართო და ჩვენზეო ქრისტე აღბეჭდილიო. და ტალახში ჩავარდნილ მონეტას რომ გაასუფთავებ, გამოჩნდება რა არის მასზე აღბეჭდილი. ჩვენზეც თითოეულზე ქრისტეა აღბეჭდილი. სხვადასხვა ერთ-ერთი ძველი წმინდა მამა, თუ არა ვცდები, ტერტულიანე ამბობდა, რომ თუ ნეტარი იერონიმი აღარ მახსოვს, ბუნებითო ყველა ადამიანის სული არის ქრისტიანია. ანუ ყველა ადამიანში ქრისტეა აღბეჭდილი და რამდენადაც განიწმინდება ადამიანის სული, იმდენად მასში გამოჩნდება ქრისტეს თვისებები. და ქრისტიანული ცხოვრებაც ეს არის. ვნებებთან ბრძოლა, რომ ადამიანმა განიწმინდოს თავისი სული და რატო ამბობ ახლა ამას, რომ ჩვენ ხშირად უნდა დაუსვათ ჩვენს თავს შეკითხვა, რომ რამდენად ჩანს ქრისტეს თვისებები ჩვენში. და ეს თვისებები უნდა ჩანდეს მაშინ, როდესაც რაღაცა განსასწრელის წინაშე ვდგავართ. ანუ გამოცდის წინაშე ვდგავართ. გამოცდა ხო ის არის, რაც წარმოაჩენს ადამიანმა რა იცის. აი გამოცდაზე გადის ადამიანი, ან ასპარეზობაზე გადის, რაღაცა შეჯიბრებაზე გადის, თუ რაღაცა კონკურსზე გადის, იქ გამოჩნდება
ვინ რა და როგორ შეისწავლა ესა თუ ის საგანი, ესა თუ ის ხელობა, სპორტი თუ სხვა და ჩვენს როგორ შევისწავლეთ ქრისტიანობა ეს გამოჩნდება ხოლმე, როდესაც ჩვენ რაღაცა განსაცდელი გვაქვს. ანუ გამოცდის წინაშე ვდგებით. და აი როდესაც გამოცდის წინაშე ვდგებით, რამდენად ჩავაბარეთ ეს გამოცდა, უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს, რომ აი წინა გამოცდაზე რომ გავედით და ახლა რომ გავედით, არის რამე განსხვავება? თუ არ არის განსხვავება? თუ ისე მოვიქეცით, დავუშვათ მრისხანე ადამიანი ვარ, უნდა ვიფიქრო, აბა ეხლაც ისევე გამოვედი მდგომარეობიდან როგორც წინაზე თუ შევძელი რომ რაღაც მომეთმინა. ოღონდ მომეთმინა მოთმენის გამო კი არა, იმიტომ რომ მე ჩამეთვალე რომ მე მოვითმინე. როგორც ერთ ადამიანს ეკითხებიან რაღაცა გამაღიზიანებელი ბევრი შეხვდა და ეკითხება რომ აიო ხო მოვითმინეო და კიო მოთმენაში ჩაგითვლიდი ეგ შეკითხვა რომ არ დაგესვაო. ანუ იმიტომ ითმენდა რომ აი ხო მოვითმინე. მისი ბუნებრივი თვისება კი არ იყო ესეთი რომ მართლაც მოთმინება ისწავლა. ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ აი ვეძებთ ხოლმე და არაერთხელ გამოჩენილა ესე იგი რომ ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ. წინ არ მიდის ადამიანი, შეიძლება წლებია მოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ აი ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ ყოველთვის. ერთი და იგივე თან ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს პრობლემა ელემენტარული იყოს ძალიან. მაგრამ მარტო ის რომ ადამიანმა დაუშვათ აი ახსარება თქვას, ლოცა წაიკითხოს იმისათვის რომ აი ამ დღეს ხო მილოცა, მარტო ამის გამო რომ ჩაეთვალოს, მარტო ამის გამო არ უნდა აკეთებდეს. ერთგვარად შემოქმედებითად უნდა უდგებოდეს ქრისტიანი თავის ცხოვრებას. თუ დაეცა, თუ წაიქცა, თუ წაბორძიგდა, ესეც უჩვეულოდ არ უნდა ჩათვალოს. ესეც უნდა იცოდეს, რომ ბრძოლის ველზე ესეთი რაღაცეებიც ხდება. და არც ამის გამო არ უნდა დაკარგოს იმედი. თუნდაც რაღაცა ბევრი რაღაცა შეეშალოს. თუნდაც რაღაცა ზეგან აი მრისხანებაზე ამბობდი, მდგომარეობიდან გამოვიდეს თუ ვიღაცა ნაყროვანების ცოდვაში ჩავარდეს თუ ვიღაც სიზარმაცის თუ ვიღაც განკითხვის თუ ასე შემდეგ შურის. თავარია რომ ესე იგი ადამიანი საკუთარ ტალახს აკვირდებოდეს და ცდილობდეს რომ ამისგან განიწმინდოს თავი. ეხლა როდესაც ადამიანი პირველად მოდის ტაძარში, ის ხშირ შემთხვევაში ასეა რომ აი მოდის ბევრი ცოდვით დახუნძულული. და ესეც ბუნებრივია, ესე იგი ადამიანს რომელსაც მანამდე არ უფიქრია იმის შესახებ რომ ეს შეიძლება ცოდვა ყოფილიყო, არც ერიდებოდა იმ ცოდვებს. მაგრამ როდესაც ტაძარში მოვიდა და დაიწყო ახსარების თქმა, აღმოაჩენს რომ თურმე ეს ამდენი რამე ცოდვა ყოფილა. ზოგი ცოტა გადაამეტებს ხოლმე და ფიქრობს რომ აი ყველაფერი ცოდვა ყოფილა და მაშინ რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა. იქაც ოქროს შუალედია დასწავი, ყველაფერი ცოდვა არ არის. მაგრამ უამრავი რამე შეიძლება ცოდვა და ამას ყურადღებას არ აქცევდა მანამდე. მაგრამ მე როდესაც უკვე ამას ყურადღება მიაქცია და მოიწადინა ამისგან გათავისუფლება, აღმოაჩენს რომ ადვილად ვერ თავისუფლდება აქედან. იმიტომ რომ ის ძველი ჩვეულება და მიდრეკილება მაინც ძლევს. შეიძლება ჩვენ გვინდა რომ ესე იგი სიზარმაცეს თავი დავახციოთ, დავუშვათ აღარ გშურდეს, არ გვენანებოდეს, არ უმრისხანებდეთ, ნაყროვანების წოდვაში არ ვარდებოდეთ, მით უმეტეს ახლა მარხვა მოდის. მაგრამ ეგრე იოლად არ ხდება. ამიტომ ეს არის პროცესი. როდესაც ადამიანი მკურნალობას იწყებს ამა თუ იმ ავადმყოფობის გამო, მიუხედავად დიდი სურვილისა, ზოგჯერ შეიძლება ეს მყისიერად არ მოხდეს განკურნება და წლები დაჭირდეს. გააჩნია კიდევ როგორ არის და რითი არის დაავადები. როგორც ხორციელ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვაგვარი დაავადებები, ასევე სულიერ შემთხვევაში ზოგი იოლად იკურნება. ზოგი იმდენად არის გამჯდარი ჩვენს ბუნებაში, რომ ჩვენი ბუნების ნაწილი გამხდარა.
იმდენად ხშირად აღესრულება ჩვენი მხრიდან და ყველაზე მეტად აი ამასთან ბრძოლა უჭირს ადამიანს. აი ყველაზე მეტად რაც შემოეჩვია ადამიანს, არა? მაგრამ წმინდა მამათან ნაწერები ჩვენ გვასწავლის, რომ ბრძოლა სწორედ იქიდან უნდა დაიწყო. რაც ყველაზე მეტად გიყვარს, რაც ყველაზე მეტად შემოგეჩვია. და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. ესე იგი, დავითთან დაკავშირებით ამბობს, დავით მეფსალმუნეს ყავდა შვილი აბესალომი, რომელიც მას დევნიდა. და როდესაც დავითი გზავნის აი ამ მეამბოხეების წინააღმდეგ თავის ერთგულ მხედრებს ეუბნება, რომ მისი შვილი აბესალომი არ მოკლან. და აქ შედარებას აკეთებს წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი და ამბობს, რომ ჩვენც ასე ვართო. ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ცოდვა მოვიცილოთ, მაგრამ როგორც დავითს უყვარდა აბესალომი, ისე ჩვენც რომელიღაცა ცოდვა გვიყვარს და იმ ცოდვაზე ვერ ვამბობ თუ არს. სხვა ყველაფერზე იტყვის ადამიანი, მოდი ამას არ ვიზავ, იმას არ ვიზავ, მაგრამ პირველ რიგში იმაზე უნდა თქვა უარი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს და სულიერი ბრძოლის წესი ეს არის. აქ თანმიმდევრობა არ არსებობს ესე, რომ აი მოდი თქვა, რომ დავუშვათ, მოდი ჯერ ენას დავიმორჩილებ, მერე მუცელს, მერე ამას, მერე ეგრე არ არის. შეიძლება სხვა რაღაცით მარცხდები. და რითიც მარცხდები, ჯერ იქიდან უნდა დაიწყო. აი მსგავსად იმისა, შეიძლება დავუშვათ, აი ახლა ოთახში ვართ და ქარმა თუ აი ეს მარჯვენა ფანჯარა ჩაამტრია, ჩვენ აქედან ვერ დავიწყებთ ჩვენი ოთახის შეკეთებას. ჯერ ის უნდა შეცვალო, ჯერ ის უნდა გამოასწორო. საითაც არის პრობლემა, იქიდან უნდა დაიწყო. დავუშვათ, მე თუ ნაყროვანების ცოდვა მაქვს და მე ახლა ვერ ვიტყვი, რომ მოდი აი დავუშვათ ჯერ დილით ადრე ადგომას მივეჩვევი. იმიტომ რომ ეს არის ჩემი საბრძოლელი, აი ეს ნაყროვანების ცოდვაა ჩემი საბრძოლელი. ვიღაცა სხვა მხრივ აქვს უფრო მეტი შემოტევა და ყველა ჩვენი სისუსტეები გვაქვს და აი ზუსტად იქიდან უნდა დაიწყო, რაც გამარცხებს. ბრძოლა მთელი ძალები იქით უნდა მიმართო, რაც გამარცხებს და რომ ესე იგი ყველაფერს ერთად თუ ებრძვის ადამიანი, შეიძლება ძალა არ ეყოს. მაგრამ თუ რომელიმე ერთ კონკრეტულზე მუშაობს, იმისი დამარცხებით ნახავს, რომ ის დანარჩენებიც ნელ-ნელა სწორდება. ეს არის წმინდა მამათა სწავლება და ამ ბოლო დროს აი ხანი გავიდა, მაგრამ წმინდა პაისი ათონელის იმას უსმენთ ხოლმე გზაში, რომ მივდივარ წირვაზე და იქაც ეს არის ნათქვამი, რომ იმ ერთისკენ უნდა მიმართო ძალები, რომელიც შენ ყველაზე ვიღაცისთვის ეს შეიძლება თამბაქო იყოს. ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცა უწმინდური ცოდვა იყოს. და როდესაც ადამიანი ეცდება, რომ აი ამისგან გათავისუფლდეს, მაშინ ნელ-ნელა მასში გამოისახება ქრისტეს თვისებები. და ჩვენ ესე იგი დაჟღენთილი უნდა ვიყოთ იმდენად სახარებით, რომ აი ყველაფერში ვხედავდეთ, რომ ქრისტე როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ შემთხვევაში. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ იმასაც აღმოაჩენთ ხოლმე, რომ სახარებას სხვათა შორის ერთ-ერთი გადაცემა იყო, აი ჩვენთან რო იყო ხოლმე, ვის უნდა 20,000 თუ რა ერქვა 50,000. ხოლმე სადღაც ხო იყო, ვის უნდა მილიონი, ნუ აქედან დაიწყო, იქიდან გადმოიღეს და იქ ყოფილა ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა, რომელიღაც ქვეყანაში იყო და წიგნიო, რომელსაც ქრისტიანებიო უფრო კოცნიან ვიდრე კითხულობენ. რა იქნებოდა? სახარება. კი, რო ეამბორები ეს პატივისცემაა, თაყვანისცემაა, მაგრამ ის წიგნი იმისთვის არ არის, რო ეამბორო. ის წიგნი იმისთვის არის, რომ წაიკითხო ადამიანმა და იქ რაც წერია შენ ცხოვრებაში განახორციელო, ეცადო, რომ აი მის მიხედვით მოაწყო ცხოვრება. ეგ არის. თორემ ზოგჯერ არის, რომ ჩვენ აი ერთმანეთს რაღაცა ძვირფასად მოჭედილ სახარებას თუ ბიბლიას ვაჩუქებთ და იმასაც უდევს ასე შვენივრად ხატებთან. უნდა გადაშალო ის. თუ არ გადაშალე, რა აზრი აქვს იმას?
მას არ აქვს აზრის სადიდება, რა მნიშვნელობა აქვს. ეგრე მაღაზიაში ციდო და ბიბლიოთეკაში ცდებს, მაგრამ ის უნდა გადაშალა. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ, როდესაც არ არსებობდა დაბეჭდილი არც სახარება, არც ლოცვები, მორწმუნე ადამიანები რას აკეთებდნენ? ხელით იწერდნენ ხოლმე. ხელით იწერდნენ ლოცვებს, სახარებას, რომ სახში ქონოდათ და ეს თავისი ხელით გადაწერილი წაეკითხათ. და ეხლა ჩვენ რო ღვთის წინაშე წარვდგებით, ის ადამიანებიც, რომლებიც ხელით იწერდნენ და მერე რომ უნდა ეკითხა და ჩვენც რომელსაც ნაირ-ნაირი გამოცემა გვაქვს სახარება თუ ლოცვები, რითი გავიმართლებთ თავს? ისინი ამდენს რო შრომობდნენ და ჩვენ კიდე გამზადებული მოგვართვეს. ვერ გავიმართლებთ. ამიტომაც ზოგჯერ ამითიც ვიმართლებთ თავს, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს. არადა თუ ადამიანი გონევრულად დააკვირდება თავის ცხოვრებას, აღმოაჩენს, რომ დრო ყველაფრისთვის საკმარისი აქვს. შრომისთვისაც, ლოცვისთვისაც, კითხვისთვისაც. აი მაგალითად 8-ში ახლა იყო დავითობა, დავით აღმაშენებლის ხსენება იყო. და ის, ესე იგი, ხაზები ქონდა ჩამოსმული, მე აღარ მახსოვს რამდენი, მაგრამ რამდენიმე ათეული წელიწადში რამდენჯერ კითხულობდა საქმე მოციქულთას. და ჩვენ შეიძლება წელიწადში ერთხელაც არ გამოგვივიდეს, ხო, თითო თაობით რო ვიკითხოთ ასე. და ისთან მეფე იყო ამოდენი საქმით დატვირთული. ბრძოლაში მიდიოდა, თავისი ბიბლიოთეკა მიიყავდა და იკითხულობდა იმ წიგნს და ჩვენ ვამბობთ, რომ დრო არ გვაქვს, ესე იგი. მაგრამ ჩვენ დრო იმიტომ არ გვაქვს, რომ აი ამებმა წაგვართვეს. დრო დიდებსაც და პატარებსაც. ჩვენ ხო პატარებზე ვამბობთ, რომ აი ასე, პატარები ხო საერთოდ დააზიანა. პატარები საერთოდ აი ფსიქიკა აურია და ამასწინათ ვიღაც ამბობდა იაპონიაში თუ ჩინეთში სამედიცინო ფაკულტეტზე ესეთი განხრაც კი არის, რომ სპეციალურად აი ესე დაავადებული ბავშვებისთვის რო ექიმები ჩამოყალიბდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში ეს მიმართულებაც კი დაინერგა. ესე იგი უკვე როგორი პრობლემაა ეს. მაგრამ არც დიდებს არ ართმევს ცოტა დროს და ჩვენ არც ენერგია და არც დრო და არც არაფერი არ გვაქვს განუსაზღვრელად მოცემული. ყველას მოგვეცა იმდენი, რამდენი ჩვენი სულის გადარჩენისთვის იქნება საჭირო და აუცილებელი და ის დროც, რაც ჩვენ მოგვეცა, ეს არის იგივე ტალანტი, სახარებისეული ტალანტი, რაც უფალმა მისცა ზოგს 5, ზოგს 2 და ზოგს 1, რომ გაემრავლებინა. და ჩვენ თუ დავფიქრდებით, ჩვენ არაერთხელ დაგვიფლავს მიწაში ის ტალანტი, რაც ღვთისგან მოგვეცა. დროს გულისხმობ, გინდა ჯანმრთელობას, გინდა ნებისმიერ მატერიალურ თუ არამატერიალურ სახსარს. და აი რამდენჯერ მოხდარა, რომ ადამიანმა შეიძლება გლახაკისათვის დაინანოს რაღაცის ყიდვა თუ რაღაც და ამავე რაღაცაში გაიფლანგოს. ისეთში, რაც შეიძლება მართლაც არ გჭირდებოდა. მაგრამ აი და რატო ესეთ შემთხვევით არ ხდება? იმიტომ რომ ეშმაკი აქ ხელს გიმართავს, გიადვილებს, რომ ამაში თუ გაფლანგავ, ეს მის წისქვილზე დაასხამს წყალს, მაგრამ შენ თუ გლახაკისთვის გაიღებ, ის შენი სულის გადარჩენას ემსახურება და ეს არ უნდა მას. და ამიტომაც გიადვილდება, უფრო დაგიტკბობს იმას, რაც ამაოა და არაფრის მომცემი და პირიქით დამღუპელი. შეიძლება ის სიტყვაზე პროცენტულად რო შევადაროთ, 1-ის გაღება დაგვეზაროს გლახაკისთვის და 10 ისე გაიფლანგოს. გინდა დრო იყოს ეს, გინდა მატერიალური რაღაცა მხარე იყოს. და ამიტომაც ჩვენ ვერც ამით ვერ გავიმართლებთ თავს, რომ დრო არ გქონდა. აბა დავფიქრდეთ, რამდენი დრო მიდის ტყუილად. თუნდაც აი ტყუილ საუბრებში ანტონიდთან დაკავშირებით წერია. მას მორწმუნე მშობლები ყავდა და ეს მშობლები ცდილობდნენ აერიდებინათ, რომ ამ ბავშვისთვის, ანტონისთვის აერიდებინათ, რომ სადაი ხალხმრავალ შეკრებებზე წაეყვანათ და რაღაც ესე. და ამითი მისი შინაგანი მდგომარეობა წმინდა რჩებოდა.
შეურყვნელი იმ ამო რაღაცა საუბრებისგან და რაღაცა შთაბეჭდილებებისგან. და იმიტომაც შემთხვევით არ არის, რომ ის ძალიან დიდი მოღვაწე დადგა. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და წარმოედგინეთ, ადამიანები ერიდებოდნენ ესე ხალხმრავალ ადგილებში, რომ წაეყვანათ და დღეს შეიძლება კაცი მარტო იჯდეს სახში, მაგრამ ეს ხალხმრავალი ადგილები თვითონ შემოვიდნენ შენ ოჯახში. და ამას გარდა, ესე იგი, სამწუხარო არის კიდე ის, რომ ოჯახის ამან მოახერხა ისიც, რომ ოჯახის წევრებიც კი გათიშა ერთმანეთისაგან. ჩვენ ფაქტიურად დრო აღარა გვაქვს, რომ ერთმანეთთან დავილაპარაკოთ და დროც არ გვაქვს და ნერვებიც არ გვაქვს თითქოს. იმიტომ რომ ყველაფერი ამან შეიწოვა, ესე იგი. აი, რამდენჯერ ყოფილა მე მინახე ალბათ თქვენს ბავშვები, რომლებსაც უკვე აი სიტყვას ვერ ეტყვი, ისე ღიზიანდებიან, ფსიქიკა ისე აქვთ, რომ აი და ამან გამოიწვია შემთხვევით კი არ არის. ბავშვი, რომელიც სიტყვაზე იქ ნერგს დარგავს, იქ ლობიოს გამოგლეჯავს თუ რაღაცა შემოუბარავს აშლის ხეებს თუ მიწასთან რო აქვს კავშირი, ის ბავშვის ფსიქიკა და გონება სხვაგვარად მუშაობს და უფრო ლაღია, უფრო თავისუფალი, არ არის დასტრესილი. და რომელიც ამ ყველაფერს მოშორებულია და აემეებზეა დამოკიდებული. ახლა თქვენ იცით, რომ ზოგი ბავშვი საჭმელსაც არ ჭამს ამის გარეშე. მაგრამ ეს მარტო ბავშვს კი არ აზიანებს, ჩვენც გვაზიანებს. სხვადასხვა ამასთანავე ჩვენ რო ბავშვებთან ერთად გავაკეთეთ. რაცა პატარა ვიდეო რგოლი იყო იქ წიგნი და კომპიუტერი. თუ გახსოვთ, ესენი პატარები იყვნენ მაშინ. ეხლა კი არიან დიდები. იქ იყო ნათქვამი, რომ ბავშვი, რომელსაც დიდი ხნით აქვს ურთიერთობა ამ ეკრანებთან, მშობლებთან ურთიერთობას უჭირს უკვე. ფსიქიკურად იმდენად არის დაზიანებული, მშობლებთან, ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს. მაგრამ ამაში ჩვენცა ვართ დამნაშავე მშობლები. სხვადასხვა ახლა იყო რაღაცა ლაპარაკი, არ ვიცი. უნდა აიკრძალოს მოზარდებისთვის, ეს არ ვიცი, რამდენად მოხერხდება და რამდენად შესაძლებელი იქნება, მაგრამ მოდი რამდენიმე გამონათქვამს წავიკითხავ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიერ ნააზრევს. ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთი იყოს ყველა შენი საქმის დასაწყისი და დასასრული. ანუ ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, ღმერთით დაიწყოს და ღმერთით დაამთავროს. ანუ იმაზე ფიქრით, რომ ღვთის წინაშე რამდენად მართებული იქნება. ცხოვრებისაგან ყველაზე დიდი სარგებელია ყოველდღიური სიკვდილიო. ანუ როდესაც სხვადასხვა წმინდა მამა იოანესინელიც ამას ამბობს. სიკვდილზე ფიქრმაო შენთან ერთად დაიძინოს. აი როდესაც ადამიანი იძინებს, იფიქროს იმაზე, რომ სიკვდილზე ფიქრში წმინდა მამები რას გულისხმობენ უპირველესად, რომ წარმოედგინო, რომ ღვთის წინაშე წარდგე. ახლა რამდენი მოუნანიებელი ადამიანია ახსარება, რომ არასოდეს არ უთქვამს. ან რამდენია, რომ დიდი ხნით გადადებს და არ უთქვამს და ესეთი რომ ღვთის წინაშე წარდგეს, არ იქნება მისთვის სახარბიელო. არ იქნება და ესეც რბილად ნათქვამია, რომ არ იქნება მისთვის სახარბიელო. ეცადენ კეთილის მოქმედთა ყველა საქციელი გაიგო. მძიმეა სიგლახაკეში ცხოვრება, მაგრამ უფრო უარესია გამდიდრება უპატიოსნოთ. სიგლახაკეში ცხოვრება დროებითია, მაგრამ უპატიოსნოთ გამდიდრება შეიძლება მარადიული ტკივილი და ტირილი მოყოს. სიკეთის აღსრულებისას იფიქრე, რომ ღმერთს ბაძავ. სხვადასხვა წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს, რომ როდესაც ადამიანი სიკეთეს აღასრულებს, უნდა იფიქროს არა ამ სიკეთის სიძნელეზე, არამედ ამ სიკეთის შედეგზე. რა შედეგს მოიტანს. ის ამას ამბობს, როდესაც საუბრობს მოწამეთა ცხოვრებაზე. მოწამე იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ როგორი ძნელი იქნება მახვილის წინაშე დადგომა, არამედ იმაზე, რომ შედეგად რა მოყვება ამ ერთგულებას.
და ცოდის შემთხვევაშიც ესე ადამიანმა ცოდის პროცესზე და მისი მონებაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ იმაზე შედეგად რა მოყვება, იმიტომ რომ ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა უფალი ამბობს სახარებაში და ნაყოფზე რომ ფიქრობს ადამიანი, ის სიკეთეც უფრო მეტად გაუადვილდება და ცოდისაგან კიდე უფრო მეტად თავს შეიკავებს. როგორც ამბობს ძველი აღთქმის სიბრძნე, რომ ყოველ შენ საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას. ყოველ შემთხვევაში მოერიდები, რომ ცოდვა ჩაიდი. ღვთის წყალობა მოყვასისადმი წყალობით ეძიე. ანუ თუ გინდა რომ ღმერთმა შეგიწყალოს, იყავი მოწყალე მოყვასის მიმართ. დაეუფლე შენს სხეულს და დაამდაბლე როგორც შეგიძლიაო. ეს მარხვის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად საჭიროა, რომ უნდა ადამიანი თავად მართავდეს თავის სხეულებრივ მოთხოვნილებებს. ის კი არა, რაც ჩვენ მოგვესურვება ის გავაკეთოთ, არამედ რაც საჭიროა ის მისცეს სხეულს. მოცოკემ რისხანება რომ ჭკუიდან არ შეიშალო. შეიკავე თვალები და ენამაც იცოდეს საზომი. საერთოდაც აი სახარებისეული სიტყვები რომ შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავითვისი, აი მხოლოდ ეს რომ გაითვალისწინოს ადამიანო, თუნდაც თვალები მოარიდო რაღაცას. მოარიდო ისეთ რაღაცას დაუშვათ, რაც შენ შესახებ არ გინდა რომ სხვამ დაინახოს. შენც ნუ გაიხედავ იქითკენ, მოარიდე თვალი. შენც ნუ იტყვი იმაზე მეც, რაც შენ არ მოგეწონებოდა. საერთოდაც სხვაგან ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ უნდა იცოდეო ვის რა უთხრა და რამდენი უნდა უთხრა. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენი უნდა უთხრა. ზოგჯერ შეიძლება ჩვენ თავს ვახვევთ ერთმანეთს რაღაცეებს, რომ აი არ შეუძლია ადამიანს იმისი მიღება და მაინც და მაინც გინდა რომ უთხრა. უნდა დააკვირდე, შეუძლია რომ მაგდენი გაიაზროს და გაითავისოს. ყურები გასაღებით ჩარაზე და ეს სიცილი სიბილწეს ნუ მიეცემა. შენი ცხოვრების მანათობლად გულისწყლის ყოფა მიიჩნიე. მიხედე რომ მოჩვენებითის გამო სინამდვილე არ გაგექცეს. მოჩვენებითი რა არის? ეს წუთი სოფელი. სინამდვილე არის ის, რაც ამის შემდეგ ელოდება ადამიანს. თუმცა ჩვენ ხშირ შემთხვევაში პირიქით გონია. ის არ გჯერავს, რაც სინამდვილეა და რაც გველოდება, მაგრამ ის, რაც მოჩვენებითია და ვხედავთ, ეს გონია ყველაფერი. და მოციქულიც ამბობს, რომ ეს ხილულიო არის წარმავალიო და უხილავი არის მარადიული. ეს ხილული, რასაც შევხედოთ, ეს წარმავალია და მსწრაფ წარმავალი და წუთი სოფელი უწოდა ქართველმა კაცმა. და ის უხილავი, რაც არ ჩანს, ის არის მარადიული. მიხედე, ყველაფერი გაიაზრე, მაგრამ აღასრულე ის, რაც დასაშვებია. იცოდე, რომ მწირი ხარ და მწირებს პატივი ეციო. ანუ მწირი ნიშნავს სტუმარს, დროებით მოსულს. მშვიდობიანი ცურვისას ყველაზე მეტად ქარიშხალი გახსოვდეს. სხვათა შორის წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ როდესაც მდიდარი ხარო, იფიქრე იმაზე, სიღარიბეს როგორ შეხვდებოდიო. როდესაც ჯანმრთელი ხარო, იფიქრე ავადმყოფობას როგორ შეხვდებოდი. როდესაც პატივცემული ხარ, იფიქრე რომ უპატიობას როგორ შეხვდებოდიო და ყველაზე მეტად კი სიკვდილზე იფიქრე. იმიტომ რომ მდიდარს შეიძლება სიკვდილი ისე ეწვიოს, რომ გაღარიბება არ შეემთხვეს. ან ჯანმრთელს ავადმყოფობა თუ პატივისცემოს უპატიობა, მაგრამ აი გარდაცვალებას როიდმე გადაურჩეს, ეგეთი არ არსებობს. რაც ღვთისგან გეძლევა, ყველაფერი მადლიერებით მიიღე. ეს შეიძლება გარეგნულად სიკეთით გამოვლინდეს, მაგრამ რაღაცა განსაცდელიც შეიძლება იყოს. ჯობს სასჯელი მართლისაგან, ვიდრე პატივი ბიწიანისაგან. ახლა ჩვენ რაში გვარგებს, რომ დავუშვათ აი უწმინდურმა და უსამართლო ადამიანმა მოიწონოს ჩვენი საქციელი. რატო ამბობ, ახლა ბავშვებს სულ ვეუბნები ხოლმე, რომ ზოგჯერ შეიძლება ჩვენ სადღაც კიდევაც დაგვრჩინონ.
მაგრამ გააჩნია ვინ აკეთებს ამას, ვისი აზრი უნდა გაითვალისწინო, ვინც ღვთისმოყვარეა, იმის აზრი და შეხედულება უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ვინც უღმერთოა, იმის აზრი რატო უნდა გაითვალისწინო, თუნდაც დაგცინოდეს. შენ ის არაფრად არ უნდა ჩააგდო. მისმა დაცინვამ ჩვენი ქცევა არ უნდა შეცვალოს იმის საამებლად, ვინც ამას აკეთებს. იმიტომ რომ ამბობს მოციქული, რომ ესე იგი უკეთო კაცთაღა სათნო ეყოფოდა, ღვთის მონა აღარა ვარო. თუ ადამიანების საამებლად ვაკეთებ რაღაცას, ესე იგი ქრისტეს მონა აღარ ვარ. თუ ადამიანებს გინდა ასე ამონა, მაგრამ ამითი ღვთის რჯული არ ირღვეო და ღვთის წინაშე სწორია ეს, რომ სიყვარულით აკეთებ, ეს სხვა ამბავია. მაგრამ თუ გინდა რომ აამო რაღაცა, მაგრამ შენ იცი რომ ამითი სინდისი ზიანდება, ეგ უკვე ნიშნავს რომ შენ ქრისტეს მონა აღარ ხარ და იმ ადამიანურ ესე იგი შეხედულებებს დაემორჩილე. ბრძენ კაცთან კართა წინაშე იდექი ფეხ მოუცვლელად, ხოლო მდიდართა კართან ნურასოდეს დადგებია. ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის უმნიშვნელო, როცა მისგან დიდი რამ წარმოიშობა. ნახეთ, შეიძლება რაღაცა ერთი შეხედვით უმნიშვნელო იყოს, მაგრამ იქიდან დიდი რაღაცა მნიშვნელობა. საერთოდ წმინდა იოანე ოქროპირი ამას ამბობს, რომ ეშმაკს ჩვევიაო, რომ უმნიშვნელო მნიშვნელოვნად მოგვაჩვენოს და მნიშვნელოვანი უმნიშვნელოდ, ან რაც თავარია ის თითქოს მეათეხარისხოვანია ისე დაგანახოს და რაღაცა წვრილმანების გამო შეიძლება დიდი დრო და ენერგია დახარჯო. მოტოკე თავხედობა და დიდი ბრძენი იქნებიო. საკუთარი თავი დაიცავი, ხოლო სხვის დაცემაზე ნუ გაიცინებ. საამოა, როცა შენ აღძრავ შურს სხვებში, მაგრამ მეტად სამარცხვინოა, როცა შენ გშურსო. მსხვერპლად ღვთისა ყველა დანარჩენზე უპირატესად საკუთარი სული შესწირე. ეს რომ აღასრულოს ვინმემ, იგი ცხონდებაო. ნახეთ, დავით მეფსალმუნეც ამბობს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს. მანამდე როგორ ამბობს, უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირ, ანუ შენ რომ ეს გდომებოდა უფალო, მე მსხვერპლს შემოგწირავდიო. მაგრამ შენ საკვერთხი არ აგთნდეს, შენ ეს კი არ მოგწონს და მე ამბობს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს და იგივეს ამბობს ეს წმინდა მამა, რომ ყველაფერზე მეტად უფალს მსხვერპლად შენი სული შესწირა. იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი ადამიანს არაფერი არ გააჩნია. მოდი ერთი შეკითხვაც არის, ამასაც უპასუხოთ და აღარ გადაგხლით. შეგახსენებთ, რომ შაბათს ჩვენ წირვა სოფელში გვექნება, ეს არის მიცვალებულთა ხსენება, სხვაგვარად კოლკოტობასაც უწოდებენ, ხორციელი შაბათი ყოველთვის მიცვალებულთა ხსენებაა და რომ არც აქ და არც იქ უნუგეშოთ არ დაგვრჩნენ ხალხი, ჩვენ ღამით წირვა გვექნება სოფელში 12-ის ნახევარზე, სოფელ ქერეში და დილით 9 საათზე აქ გვექნება დიდი პანაშვიდი მიცვალებულთათვის. 9 საათზე დაიწყება. თუ ჩვენი ეკლესია მიყვება ძველ კალენდარს, ანუ იგულისხმება იულიუსის კალენდარი, როგორც მამაო ამბობს, მაშინ რატომ აღნიშნავთ ახალი სტილით შობას, ან სხვა უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს. ჩვენ ახალი სტილით არ აღნიშნავთ არც შობას და არც საეკლესიო დღესასწაულებს. ჩვენ აღნიშნავთ ძველი სტილით. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც დგება 25 დეკემბერი ძველი სტილით, იმას ახალი კალენდარი უწოდებს 7 იანვარს. მაგრამ ჩვენ საეკლესიო საკითხებში გვიწერია, ეს არის 25 დეკემბერი. ასე რომ ჩვენ აღნიშნავთ ძველი სტილით და არა ახალი სტილით. ღმერთი შეგვეციოს, აბა, მშვიდობიანი ღამე გქონდეს.